მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ. მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, თქვენ ჩემთვის იცით, რომ თითოეული თქვენი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია და მე კვლავ დაგელოდებით სწორედ ამ არხზე ისევ თქვენი კომენტარებით და მე მინდა გავაკეთო ერთ-ერთი აქტიური მაყურებლის თხოვნა. გავითვალისწინო და გავშალო ასეთ თემაზე საჯარო გაშლა გადავა თუ არა თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე. მას ასე გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტად. გადავა თუ არა თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე, ანუ პროგრესირდება თუ არა თქვენი ურთიერთობა. ვინაიდან ბევრი ხართ, შეიძლება 100%-ით თითოეულზე არ რეზონირდეს, მაგრამ თქვენი აიღეთ და თუ აღნიშნული ვარიანტი არ დაემთხვა თქვენსა სიგნიფიკაცია, მაშინ გთხოვთ არ უყუროთ ამ გაშლას და დაელოდოთ მორიგ გაშლას, ან ჩაყვეთ და გადახედოთ სხვა გაშლებს. გაშლა იქიდან რეზონირდება, როდესაც თქვენ გახსნით და ნახავთ, თუნდაც იყოს ძველი ჩაწერილი. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია, რა ურთიერთობაში ხართ ახლა. პირველებო, ლაბრადორიტი იყოს, ლაბრადორიტი და მეორე ვარიანტი იყოს ამეთვისტო. ეს უმშვენიერესი ამეთვისტო. პირველი ლაბრადორიტი, მეორე ამეთვისტო. რა ურთიერთობაში ხართ ახლა და ამჟამად? რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ის არის თქვენი ვარიანტი, იცით რომ აქ თქვენი ინტუიცია ახდენს სასწაულს, ასე რომ კონცენტრირდით თქვენთვის სასურველ ვარიანტზე, ამოირჩიეთ და გაშლას დავიწყებ პირველებისთვის. ვინც ლაბრადორიტი აირჩიეთ. ლაბრადორიტი, მეგობრებო, არ ჩანს და გული მწყდება ყოველთვის. ლაბრადორიტი, რა ურთიერთობაში ხართ? თქვენ. მეგობრებო, აქ თითქოს ურთიერთობა თითქოს რაღაც ეტაპს მიაღწია, თითქოს ერთი ეტაპი გაიარეთ და ერთი ციკლი დახურეთ. და აქ თითქოს მოდის, რომ ეს თქვენი ურთიერთობა არის კარმული ურთიერთობა. რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარეთ, სადაც იყოს ემოციები, სადაც იყო ხან ძალიან ლამაზი პერიოდი, ხან ცოტა ვარდნა იყო აი ამ ლამაზი პერიოდის, მაგრამ თითქოს სამყაროსეული ვიბრაციებით რაღაც იმ ეტაპზე ხართ, სადაც უკვე თქვენ არა და აქ უკვე სამყარო წყვეტს თქვენთვის რა ჯობია. ვინ არის ის მამაკაცი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? მამაკაცი, შეიძლება თქვენ ეს მამაკაცი გაიცანით სამსახურიდან, შეიძლება გაიცანით მეგობრების წრეში, სადაც ყავდათ საერთო სანაცნობო, საერთო წრე, მაგრამ თითქოს
აი ამ ურთიერთობიდან მამაკაცი ასე ვთქვათ გაიპარა და შეიძლება ჩუმად წავიდა. მოდი ვნახოთ ახლა. გადავა თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე. მეგობრებო, აქ მოდის ისეთი სიტუაცია, სადაც არის თქვენ შორის დაძაბულობა, შეიძლება კონტაქტიც არ გაქვთ, ან დაძაბულია იმდენად სიტუაცია, რომ ერთმანეთს შეიძლება არ ეკონტაქტებით, მაგრამ ორივეს გაქვთ შფოთი, მოუსვენრობა, ღამის სიზმრები, კოშმარები, უძილობა და თქვენ ხართ ძალიან მგრძნობიარე აი ამ სიტუაციის მიმართ. აქ მე ვერ გეტყვით, რომ უახლოეს ერთი თვის მანძილზე ურთიერთობა პროგრესირდება, რადგან ცოტა გაურკვევლობა გაქვთ ურთიერთობაში. პროგრესირდება აქ კიდევ გეტყვით, რომ მეგობრებო, რაც თქვენი აღარ არის, იმას ძალით ნუ მოეჭიდებით, ნუ დახარჯავთ ენერგიას წარსულზე და წარსულის მოგონებებზე. აქ თითქოს მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ გინდათ და გსურთ, რომ ჩაეჭიდოთ წარსულს, მაგრამ ეს ნამდვილად იყო იმისთვის, რომ რაღაც გესწავლათ აი ამ ურთიერთობიდან, რაღაც გამოცდილება მიგეღოთ და სამყარომ ასე გადაწყვიტა, რომ აი ეს კარმა უნდა დახურულიყო სწორედ ასე და მე გეტყვით, რომ როგორც თავში აღვნიშნე, აქ თქვენ ორნი არ წყვეტდით მხოლოდ აი ამ სიტუაციას და ეს თქვენი ბედი ასეა და ასე უნდა ყოფილიყო. თქვენი სიტუაცია ბედმა მოგცათ იმისთვის, რომ გაზრდილიყავით, რაღაც გესწავლათ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაგეწყოთ. ამიტომ მე ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. ეს გახდათ პირველი ვარიანტი და დაგემშვიდობებით პირველებო და აქვე მოგესალმებით მეორე ვარიანტს. რა ურთიერთობაში ხართ ახლა, ვინც ამისთვის თუ ავირჩიეთ? შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი გაემგზავრა, ან გავიდა ურთიერთობიდან და განიცადა ურთიერთობამ ტრანსფორმაცია, რის გამოც საკმაოდ სევდიანი ხართ, საკმაოდ ნაღვლიანი ხართ. შეიძლება სწრაფად განვითარდა თქვენი ურთიერთობა ისე, რომ ვერც კი მოხვედით აზრზე, მაგრამ ასევე განიცადა კრახი და მიგიყვანათ დასასრულამდე. ვინ არის ეს მამაკაცი? ვინც ჩაიფიქრეთ. მამაკაცი, რომელსაც შეიძლება ჰქონდა რაღაც ვალდებულებები, შეიძლება აქვს ოჯახი, დაკანონებული ოჯახი და ამ მამაკაცისთვის ერთგვარად ტვირთი იყო ორ ურთიერთობაში ყოფნა. თუ გეცნოთ სიტუაცია, მაშინ განაგრძეთ ყურება. გადავა ახალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა. აქ ორივე თქვენგანი აკვირდებით შორიდან სიტუაციას, ორივე თქვენგანი ეჭვის თვალით უყურებთ ერთმანეთს, ორივეს დამცავი
გარსი გაქვთ ერთმანეთისგან, იზოლირებულები ხართ ერთმანეთისგან და თითქოს ერთმანეთს უწეხცებთ ბარიერს. გადავა კიდევ ჩავეკითხოთ ტაროს, გადავა ახალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა. ზოგიერთმა თქვენგანმა გააცნობიერეთ, რომ ისედაც გამარჯვებულები ხართ მეგობრებო და ზოგიერთი თქვენგანი კარგად აანალიზებს. აქ ქურუმი ქალბატონები მიყურებთ, რომელთაც საკმაოდ კარგი ინტუიცია გაქვთ და იცით, რომ ეს ურთიერთობა თითქოს კარგს აღარაფერს აღარ მოგიტანდათ და ამოწურა აი აქ თავისი თავი და თქვენ მაინც გამარჯვებულები ხართ, იმიტომ რომ ცხოვრებისგან მინიჭებულ შანსს ხედავთ, რომ სამყარო უკეთეს გიმზადებთ და მზად ხართ, რომ დაიწყოთ ახალი გზა. რა იქნება გადავა ახალ ეტაპზე. არა მეგობრებო, ამ ურთიერთობამ თქვენს იმდენად დიდი ტკივილი მოგაყენათ. ბოლო პერიოდში აქ მამაკაცი შეიძლება გაცივდა ურთიერთობაში, ვერ გააკეთა არჩევანი სწორედ ოჯახს, ალბათ თავის სტაბილურ ოჯახსა და თქვენს შორის, რამაც ძალიან დიდი იმედგაცრუება და გულის ტკივილი მოგიტანათ. ეს ურთიერთობა ნამდვილად არ ექვემდებარება განვითარებას და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და თქვენ მზად ხართ, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება და თქვენ ხართ მზად, რომ მიიღოთ აი ეს ქალური ბედნიერება და შემოუშვათ ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ, მეორეებო, და დაგელოდებით კომენტარებში. პირად გაშლაზე შეგიძლიათ მომწეროთ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე და მე დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.